შენი აზრით თუ მეორე მსოფლიო ომში გერმანია მოახერხებდა მოსკოვის აღებას და ომს, მოიგებდა დღესდღეობით სად ვიქნებოდით, ანუ თუ ვიქნებოდით საერთოდ და კიდევ თუ იარსებებდა ფაშისტთა იმპერია. ამაზე ძალიან ბევრი წიგნი არსებობს, ძალიან ბევრი ფილმი და თამაშიც, რომ ბავშვად გერმანელებმა მოიგეს მეორე მსოფლიო ომი და რა ხდება ახლა. ჯერ მაგისტრის უნდა დაემარცხებინათ საბჭოთა კავშირი და შემდეგ ამერიკა. ევროპაშიც იქ ცოტა წინააღმდეგობა კი ჰქონდათ, განსაკუთრებით ინგლისისგან, მაგრამ ეგენი დიდი არაფერი. ჰქონდათ ეს განვითარების გეგმა რა უნდა იქნათ. და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ადრე მაქვს წაკითხული, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი. კავკასიის რეგიონში დომინანტად მიაჩნდათ სომხები. მოსკოვის ადგილზე უნდათ დაენგრიათ მთლიანად მოსკოვი და ყოფილიყო ტბა. კიდევ ეგეთი რაღაცები უნდათ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დაამახსოვრდა, ჰქონდათ ესეთი კვლევა. თუ რომელიმე ქვეყანა შეუცვლი თავის ისტორიას, აწყოს და ყველაფერს და სულ სამი თაობა აცხოვრებ რაღაცა რეჟიმში, აი მაგალითად ნახეთ, ავიღოთ რომელიმე ქვეყანა. იმ ქვეყანას რომ მოუნგრიო თავისი ისტორია და ყველაფერი, რაღაცა რომ მიაწებო ახალი, მაგალითად რაღაცა X ქვეყანა, მოდი გავხადოთ მემანქანეები, რომლებიც აშენებენ მანქანებს, ან მატარებლებს. მატარებელი მოდი ცოტა ისეთია, უფრო უცნაურია. ქვეყანა აშენებს მატარებლებს. აქამდე მატარებელთან შეხება არ ქონია საერთოდ ასეთი დოზით მაინც, მაგრამ ახლა ეს ქვეყანა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის აწარმოონ მატარებლები. და ამ სიტუაციაში თუ სამ თაობას აცხოვრებ ამ ქვეყნის მეოთხე თაობა უკვე ბრძოლას დაიწყებს თუ ვინმე იტყვის რომ ეს ქვეყანა მატარებლის მკეთებელი არ არის. მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე აზრი. ანუ მეოთხე თაობისთვის უკვე იდენტობა ხდება თავიდან ბოლომდე გასული სამი თაობის მიწევებული იდენტობა. თუ სამ თაობას აძალებდი რომ ვაშლი მოეყვანათ, მეოთხე თაობა იბრძოლებს იმისთვის რომ ვაშლი მოიყვანოს. და ეს მოდელი ქონდათ მორგებული მთელ დედამიწაზე და ყველა ქვეყანას უნდა ეკეთებინა ისეთი რაღაცები, რაც მათ დაჭირდებოდათ. და თავარი იყო რომ სამი თაობა გაეძლოთ.